იმედია ინტერნეტი არ გაჭედავს, თუ გაჭედავს მომიწევს რომ გავაჩერო ეს ლაივი. ერთ საინტერესო თემაზე ვფიქრობდი ახლა. ვაკის პარკში ვარ ხო და კატა შემხვდა, რომელიც ძალიან სიმეტრიულად მზის გულზე იწვა სკამზე. სკამი ქონდა დაჭერილი ძალიან ისე სიმეტრიაში რა, ხო და რა ჩაუარე ვიფიქრე რომ აი რამდენად ცხოველი ზუსტად იმ საკითხებში არის სტაბილური და ადეკვატური და ძალიან კარგად რეალობას მოჭიდებული, რაშიც ადამიანები არიან ხოლმე აცდენილები. აი თითქოს პოლარობა არის ცხოველი ადამიანისა, აი ამ კუთხით. ეხლა გეტყვით ჩემს ორ დაკვირვებას, რომელიც ეხა მიტრიალებს ამასთან დაკავშირებით. აქ ლაივის თემა არის ავთენტური ნაწილის გაუცნობიერებელი ცხოვრება ადამიანში. სამწუხარო რეალობაა და თან საბედნიერო, რომ ავთენტური ნაწილი მაინც ცოცხლობს ადამიანში და მას ვერაფერი ერევა. მეორე მხრივ ის ხშირად არის ტანჯულ მდგომარეობაში და აქედან მოდის ზუსტად ფსიქიკური სიმპტომები. ეხლა რაში არის საქმე? ერთი რაც მინდა ვთქვა არის ისევ გაბორმატეს დავეყრდნობი და მის მიერ მოყვანილ მეცნიერულ კვლევებს, რომ დედამიწა არის პლანეტა, სადაც ტრაგიკული, სასტიკი და მძიმე მოვლენები ხდება, აღესრულება და ეს დასაბამიდან რა, იმიტომ რომ არსებობს სიკვდილი, არსებობს დაბადება, არსებობს სიკვდილი. აქედან გამომდინარე, რომ ყველა ცოცხალი ორგანიზმი ამ, ასე ვთქვათ, რეალობაში მოძრაობს და ამაში ჩამოყალიბდა. შესაბამისად, სიკვდილი როგორც ავიღოთ სიმბოლურად, ყველაზე დიდი ტრაგედია, რა თქმა უნდა, არ არის ალბათ ყველაზე დიდი ტრაგედია და უარესებიც, ადამიანისთვის არსებობს, თუმცა სიმბოლურად ავიღოთ, ხო? და აი ამ დიდი ტრაგედიის მიმართ ადამიანის ტვინს, მოდი ძალიან ისე ვიტყვი, მატერიალისტურად აქვს გამკლავების მექანიზმები. ადამიანის ტვინს, ძალუც, მოხარშოს ძალიან დიდი ტრაგედიები, იმიტომ რომ ზუსტად აი ამ ტრაგედიების პარალელურად ჩამოყალიბდა ადამიანი, როგორც არსება, ისევე როგორც სხვა ცხოველები. კი, მე ადამიანს ცხოველად მოვისაზრებ და ამ სიტყვას, როდესაც ვიყენებ, ვფიქრობ, რომ ეს არის კომპლიმენტი ადამიანისთვის, რომ ის ცხოველია. ვინაიდან თქვენ ვერ მაჩვენებთ ვერცერთ ცხოველს დედამიწის ზურგზე, რომელსაც არ აქვს სიცოცხლის სიყვარული, რომელსაც არ აქვს, როგორ გითხრათ, გამრავლების ინსტინქტი, ისე რომ თავის შვილებზე იზრუნოს, რომელიც პირობითად დგას და კანიბალიზმით არის დაკავებული საკუთარ ბუნებრივ გარემო პირობებში. თუ ხელოვნურად ჩავერევით ეხლა და ისეთივე ავადმყოფურ გარემოს შევუქმნით, როგორც ჩვენ შევუქმნით საკუთარ თავებს, რა თქმა უნდა, შეიძლება მე ცხოველებშიც გაჩნდეს ესეთი იმპულსები. ცოცხალი ორგანიზმია და ციხეში და გალიაში გამომწყდების შედეგად, რა თქმა უნდა, სიმპტომატიკას გამოავლენს. ოღონდ თავისთავად იმ ბუნებრივ გარემო პირობებთან ადაპტაციაში, როდესაც ის თავის ბუნებასთან დაკავშირებულია, ის ამას არიზავს. ამიტომაც მე როცა ვამბობ, რომ ადამიანი ცხოველია, ჩემი მხრიდან ეს არის დიდი კომპლიმენტი. რადგანაც მე ცხოველებზე ძალიან მაღალი აზრის ვარ. ადამიანზეც მაღალი აზრის ვარ და ეხლა ვიტყვი ორ ძალიან მნიშვნელოვან რამეს. პირველი, ჩვენი სოციალური სამყარო რაღაცნაირად დევნის ადამიანის ავთენტურ მეს და არ სწამს მისი. რატომღაც ადამიანი არის არსება, რომელსაც სწამს, რომ ის დაბადებიდან თუ არ ჩაერია თავის თავს, ის აუცილებლად ბოროტი გაიზრდება. ეხლა ვამუქებ და ვაფერადებ, მაგრამ აბა გულის გულში ჩაიხედეთ, თუ ეს არ გიგრძვნიათ, რომ თუ ზდილობა არ ვიცი, თუ განათლება არა მაქვს, თუ ეს არა მაქვს, თუ ის არა მაქვს, მაშინ ადამიანი ვერ ვიქნები. და საიდან გაქვს ზდილობა და განათლება? ის რომ პირველ წყარო ისევ საკუთარი თავია, ეს იშვიათად არის დანახული. ძირითადად არის, რომ გარეთ მყოფმა კარგმა არსებებმა მასწავლეს, თორე მე დავიბადე, ასე ვთქვათ, არასრულყოფილი და არასრულფასოვანი. ესე განიცდება ხოლმე ავთენტური მე. სამწუხაროდ. არაუშავს, ეს ალბათ საუკუნეების მანძილზე შეიცვლება. დღეს ასეა. და ეხლა მნიშვნელოვანი რასაც დავაკვირდი რა არის, რომ კი ადამიანს შეუძლია ძალიან დიდი ტრაგედიები, უდიდესი ცხოვრებისეული დარტყმები, რაღაც სასტიკები და ასე შემდეგ მოინელოს, გადაამუშაოს, გადალახოს, გაუმკლავდეს, იმიტომ რომ მას აქვს ამის რესურსები.
მის ფსიქოემოციურ ცნობიერებას, სხეულს აქვს ულევი რესურსები ამის გამკლავების. და მაინც ჩვენ ხედავთ, რომ ადამიანების დიდი ნაწილი გარკვეულწილად სხვადასხვა ფსიქოსომატური სიმპტომატიკით იტანჯება. აბა როგორ ხდება ეს? ახლა თუ უდიდესი ტრაგედიის გამკლავება შემიძლია, აბა რა მოხდა ასეთი, თან ასე მასობრივად, რომ ამდენი სიმპტომატიკა წარმოიშვა. საქმე იმაში, რომ ავთენტური როდესაც ვარ, კი შემიძლია ძალიან დიდი ტკივილების გამკლავება, მაგრამ თუ არა ვარ ავთენტური და თუ სოციალური სახაზავი ისე არის დაზომებული ჩემს პიროვნებას, რომ მე მხოლოდ მასზე მიზომებით ვგრძნობ თავს, რომ ვარსებობ, ამ შემთხვევაში ეს არ არის ის გამოწვევა და ეს არ არის ის ტკივილი, რისი გამკლავებაც თავისთავად ადამიანს შეუძლია. ესეთი საოცრება არის. დიდი ტრაგედიაა, კი ბატონო, გაუმკლავდება რაღაც საშინელი გულის ტკენა და გამოწვევა ცხოვრებაში, გაუმკლავდება, კი ბატონო, გადალახავს, მაგრამ ადამიანს არ ძალუძს გადალახვა, არამედ უბრალოდ შეუძლია ამასთან ერთად თანაარსებობა, როდესაც მისი ავთენტური მე არის მოწყვეტილი. და ადამიანი ცხოვრობს, არსებობს რაღაცა სახაზავზე მიზომილი, რაღაცა ცხოვრებისეულ მოდელზე დაზომებული და დამსგავსებული და არა ის პირველ წყარო მასში არ ვლინდება, თითქოს ერთი შეხედვით არ ვლინდება. ყოველ შემთხვევაში ცნობიერად არ ვლინდება და ეს არის მომტანი ზუსტად იმ ფსიქოსომატური სიმპტომატიკის. და მე რა თქმა უნდა ამას გამოვასხივებთ და აი რაშიც ცხოვრობთ ახლა რაც არის აშენებული ირგვლივ რაც არის, ეს არის პროექცია იმ სამყაროსი, რაც ადამიანთა უმრავლესობას აქვს შიგნით. მე თუ მკითხავთ იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც შიგნით არეულია, ასე ვთქვათ, და არეულის ცოტა ისეთი ხედვაა, პროგრესირებს და ჯერ პროცესშია პროგრესის და რაღაც ისეთ ეტაპზეა, სადაც პროგრესის სიმპტომატიკა კარგად არ არის დამდგარი, თორე არეულს ვერ ვიტყვი. და ამასთან შედარებით რაც იქ ხდება, ვფიქრობ, რომ კარგი გამოსხივება არის. ძალიან კარგი პროექცია არის გამოტანილი გარეთ. ბევრად უარესი შეიძლებოდა რომ ყოფილიყო და ახსოვს კიდეც სამყაროს უარესი პროექციები გარეთ. თუმცა, მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა, სულ რომ გადავყლაპო სოციალური სახაზავი და მხოლოდ ეგ იყოს ჩემ არსებაში და სხვა არაფერი აღარ არსებობდეს და ამას ვეზომებოდე, შეუძლებელია რომ ჩემი ავთენტური მე ჩავხსნა და ის არ ვლინდებოდეს. ის მაინც ვლინდება. ეხლა რაში გამოიხატება ხოლმე ეს? არაცნობიერად, გაუცნობიერებლად, გადაწყვეტილებების გარეშე, რაღაცა სიტუაციებში, როდესაც ფიქრის დრო არ არის, ზუსტად ეს ავთენტური მე იღებს გადაწყვეტილებებს. ანუ არ რჩება სივრცე იმისთვის, რომ ჩამოერიოს სოციალური მე და რაღაცა ჩასწორებები გააკეთოს, ეგრეთ წოდებული ეგო. და ვერ ასწრებს ამას და არის რაღაცა სიტუაციები, სადაც ეს ავთენტობა და პირველ წყარო ძალიან ეგრევე ჩაერევა ცხოვრებაში და ასე ვთქვათ, გამოხატავს თავს. აი მაგალითად რო ავიღოთ. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ არის ოჯახი, სადაც არის არეული ურთიერთობები, იმიტომ რომ ავთენტობა ჩახსნილი აქვთ ოჯახის წევრებს და ერთმანეთის მიმართ არ ვიცი, რაღაცა მტყუილ შინაარსებს გამოსცემენ, ესაუბრებიან აგრესიით, ან შეიძლება მლიქვნელურად ესაუბრებიან და გულში გაბრაზებულები არიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ აი უცებ ამ ოჯახში ხანძარი გაჩნდება, პირობითად, ფიზიკური ხანძარი და ეს ოჯახის წევრები, რომლებიც, არ ვიცი, დაობდნენ, ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებდნენ, ამცირებდნენ შესაძლოა, ან შესაძლოა საერთოდაც ძალადობდნენ და ასე შემდეგ, უცებ დაავლებენ ერთმანეთს ხელს და ხანძრიდან გაყავთ. და ყველაფერს აკეთებენ ამისთვის, შეიძლება სიცოცხლესაც კი წირავენ იქ და გაყავთ ხანძრიდან. ამ დროს რა მოხდა? რა მოხდა და ავთენტური მე ყოველთვის აქ იყო. და ავთენტური მე ყოველთვის განიცდიდა, რომ ეს არის ოჯახი. ჩვენ ვართ ერთად. ჩვენ ერთმანეთის ახლობლები ვართ, ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი და რაც არ უნდა ეს ცნობიერებაში არ ამოტივტივებულიყო და ვერ შეგრძნობილიყო ადამიანის მიერ. ძალიან ხშირად თუ რაღაცა ესეთი გამოწვევა დადგება, ეს ავთენტური მე იჩენს თავს ყოველგვარი ფიქრის გარეშე და ქმედებს. და გამოირკვევა ხოლმე, რომ საათღაცა ძალიან დაბალ ლეველზე, ისეთ სიხშირეზე, რასაც ჩაღწევაც ადვილი არ არის ცნობიერად, ხო? ეს შინაარსები ისედაც ასე იყო და მიმდინარეობდა.
ეხა ეს არის ძალიან კარგი ამბავი იმისთვის, რომ წარმოვიდგინოთ, აი თუ ბავშვი იზრდება გარემოში, სადაც ცნობიერად სადილი, რომელსაც დაარიგებს ოჯახი არის უსიყვარულობა, იგნორირება, რაღაც დამცირება, დევალვაცია, გაუფასურება, სამწუხაროდ. ეს ჩანაფიქრით რო ეს გააკეთონ, ეს იშვიათია, მაგრამ ხშირად ჩანაფიქრის გარეშე სხვადასხვა სიტუაციების გამო ოჯახში, ასე ვთქვათ, სადილად ბრჭყალებში ბავშვის მიმართ აი ესენი რიგდება, ხო, ეს ჩამორიგდება და როდესაც ესეა საბედნიეროდ ამ ჩამორიგებული ცნობიერი სადილის გარდა ბრჭყალებში, ხო, ბავშვს მაინც ეძლევა სიყვარული და სითბო იმ ავთენტური ნაწილისგან, რომელსაც ბოლომდე ვერავინ ჩახსნის. ეს ბავშვი მაინც გრძნობს, რომ ბებია, დედა, მამა, სადღაცა მის არაცნობიერში იკვებება მისი ავთენტური მეც, ამათი ავთენტური მესგან წამოსული ენერგიით. და ეხლა ამაზე მახსენდება ერთი საინტერესო ისტორია, რომ იყო ერთი ქალი თურმე, რომელსაც არ უნდოდა შვილის გაჩენა. და ეხლა ნახეთ რა მოხდა. როგორც ჩანს, ავთენტურ ნაწილში ძალიან უნდოდა შვილის გაჩენა. ეს ყოველთვის ესე არ არის, ხა მე არ ვამბობ, ეს აქსიომაა, რომ ყველა ქალს ავთენტურად ყოველთვის უნდა შვილის გაჩენა. ამას არ ვამბობ, მაგრამ აქ აშკარად იყო ეს მოვლენა, ხა საიდან ვასკვნი, რატომ აქ ეს ჰიპოთეზა. არ ცნობიერდებოდა, რომ მას შვილის გაჩენა უნდოდა, ხმამაღლა ამბობდა, რომ არ მინდა და მოკლედ ასეთი რამ მოხდა, რომ დაორსულდა ზუსტად ისეთი ფორმით, როდესაც ქალს მუცელი არ ეზრდება. და დაახლოებით 8 თვის ორსული მიხვდა, რომ იყო ორსულად. ნახეთ, არაცნობიერმა ავთენტურმა მემ თავისი გაიტანა. ოღონდ მას მოუწია ცნობიერი ფსიქიკისათვის გვერდის ავლა. და გვერდი აუარა ძალიან ტექნიკურად, ძალიან ფსიქოსომატურად, ძალიან კრეატიულად. ისე, რომ აი ერთადერთი ფორმა არის ორსულობის, როდესაც ქალს მუცელი არ ეზრდება. რაღაცა ფორმა არის. როდესაც ჩანასახი ისეთ ადგილზე მაგრდება საშვილოსნოში, რომ კაი ხანს მუცელი არ ეტყობა ქალს. და ეხლა 8 თვის ორსული ფაქტიურად ბავშვი გაჩენილია. და აქ რომ მიხვდა უკვე მერე გააჩინა და მერე გამოირკვა, რომ ძალიანაც სდომებია ბავშვი და ნუ იყო არაჩვეულებრივ ბედნიერი, უყვარდა ულიდა, ზრდიდა და მთელი ცხოვრება, ანუ თავისმა საკუთარმა ავთენტურმა მემ ხრიკით, ასე ვთქვათ, მას შესძინა ის, რაც უნდოდა. ანუ ავთენტური მე ძლიერია, ძალიან ძლიერია. მაშინაც კი როდესაც ეს ცნობიერად ფიქრობდა, რომ არ მინდა ესე ისე, იმან თავისი გაიტანა. და ესე დაბადებული ხალხი მინდა გითხრათ, ეხლა რაც აღწერე, მსგავსი ისტორიით დაბადებული ძალიან ბევრია. და მე ესენი ცნობიერად განიცდიან ხოლმე ხანდახან, რომ აი არ უნდოდი ჩემ მშობლებს. მეგობრებო, შეიძლება ცნობიერად არ უნდოდით, მაგრამ თუ გინახავთ ფროიდის ადამიანის ფსიქიკის სტრუქტურის სიმბოლო, აისბერგი. გინახავთ ალბათ, ხო? ეს აისბერგი ნახეთ, როგორ გამოიყურება, წყლის დონე არის ესე და აისბერგის აი ამ ხელა პაწაწინა წვეტი არის ამოყოფილი, ეს არის ცნობიერება და ძალიან დიდი აისბერგი არის ჩაჭრილი ესე მთლიანად ოკეანის ფსკერამდე და აი ეს არის არაცნობიერი ავთენტური მეს ფესვი, საიდანაც ამოიზრდება, ხო? ადამიანი. და აი იმას უნდოდა თქვენი გაჩენა. ანუ თქვენივე მშობელში ყველაზე დიდ ნაწილს უნდოდა რომ გაჩენილიყავით, თორე არ გაჩნდებოდით რა. აი ეს ხალხი, ვისაც თქვათ გააქვთ ინფორმაცია, რომ არ უნდოდა თქვენი გაჩენა, რაღაცა შემთხვევით დაორსულდა დედა, ისა ესა, მერე ჭობა წავიდა, რომ გავაჩინოთ, არ გავაჩინოთ, შვილი არ გვინდა, ჰაი. ეს არის ძალიან პაწაწინა, როგორ გითხრათ, ბგერების რაღაცა ხმაურიც კი იმასთან შედარებით რამხელა გადაწყვეტილებებსაც ადამიანი ისე იღებს, რომ ამაზე არც უფიქრია. და ზუსტად ამაში ჩანს ადამიანის შინაგანი განხეთქილება. ეხლა წარმოიდგინეთ, რამხელა განხეთქილებაა, რომ ჩემს ავთენტურ მეს, რომელსაც არ ვაცნობიერებ, თურმეს დომებია შვილი. თურმე უნდა, ეს საიდან ვლინდება, რომ გაჩნდება ეს შვილი და ბედნიერი ვარ, ესე იგი მდომებია. მაგრამ თუ ესე იგი პირობითად ესე არ მოხდა და მაინც გადასძალა ამ ჩემმა ფსიქიკამ და ესეც მოხდება ხანდახან. ის რომ მე მინდა არ ნიშნავს, რომ გავაცნობიერებ ამას, რომ მინდა. ხო, შეიძლება ვერ გავაცნობიერო. ზოგიერთ შემთხვევაში ავთენტური მეს მინდა იმდენად ძლიერია, რომ აი ესეთ ტრიუკებს გამოიყენებს და მაინც ფაქტია 8 მილიარდი ვართ დღეს. ფაქტია, რომ ის ამ ტრიუკებს ძალიან დიდი წარმატებით ახორციელებს, მიუხედავად იმისა, რომ 21 საუკუნეა და უამრავი დაცვის საშუალება არის, ხო? მაგრამ ეცე შემოქმედებითი სურვილია ეს შვილის გაჩენის სურვილი ადამიანში და მძლავრობს. ოღონდ ნუ რა თქმა უნდა
უნდა ეხა ამ გარემოში, როდესაც მე ჯერ კიდე განვითარების პროცესია ჩართული და არ ამოღწეულა ჩვენი ავთენტობა ზედაპირზე და არ გამოვლენილა, ძალიან ბევრი გამოწვევა შეხვდება, მაგრამ ძლავრობს ის მაინც ის გაუცნობიერებელი ნაწილი. მე მეცაც გეტყვით. ეგ გაუცნობიერებელი ნაწილი რო არ ქონოდა ადამიანს, ალბათ გადაშენებულები ვიქნებოდით დღეს, იმიტომ რომ ჩვენ ცნობიერად ისეთ გადაწყვეტილებებს მივიღებდით, რომ აი როგორ გითხრათ, ძალიან რთულია აჯობო, კი არა, კონკურენცია გაუწიო ევოლუციის მიერ ჩადებულ კოდს. იმიტომ რომ ის არის ის რაც ამდენი მილიარდი წელია მუშაობს ამ საოცარ უკიდეგანო სამყაროში, ხო? ამაზე ხა შენ კონკურენცია გაუწიო და რაღაცა უკეთესი მოიფიქრო პაწაწინა ტვინით, რომელიც მესმის რომ თან თელ სამყაროს იტევს ერთი სხვიმა, მეორე სხვი, აქედან აისბერგის წვეტია მხოლოდ რაც ცნობიერდება, ხო? ეს ერთი რაც მინდოდა მეთქვა. რომ მიუხედავად იმისა, ცნობიერად რა შინაარსები გაჟღერდა სადღაც ოდნავ უფრო დაბალ სიხშირეზე, რომელზეც ჩასვლაც სხვადასხვა დაკვირვებით, მედიტაციით, თვითგამორკვევით, ასეთ სივრცეებზე დაკვირვებულ ადამიანებთან კომუნიკაციით შესაძლებელია. იმ სივრცეებზე დგება გადაწყვეტილებები, რომლებიც უფრო დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე, ვიდრე ეს აი რაც შევადარო, არც ვიცი, ბუზები რო დაბზუიან ახლა და არ მესმის, აი ესეთი გავლენა აქვს ხოლმე ფიქრებს ადამიანის გადაწყვეტილებებზე. საბედნიეროდ. ხო, ეს ერთი გამწევი ძალა რაც აქვს ადამიანს, ეს არაცნობიერი ავთენტური მე, თუ ახლა ავთენტურმა მე მოახერხა და ცნობიერებამაც მიიღო ის, აი მაშინ კრეატიული აფეთქება იწყება, იმიტომ რომ ეს ორი განხეთქილებაში მოსული მე შეერთდება, გახდება ერთი მთლიანი და ეს ძალიან ძველი სწავლებებიდან მოდის, დღეს უკვე გეშტალტ თერაპიაში არის ერთ-ერთი საუკეთესოდ აღწერილი, როგორ ხდება ეს და ამ შემთხვევაში ერთ ხაზზე დაალაგდებიან და დიდ ძალას იძენს ადამიანი კრეატიულს და შემოქმედებითს, იმიტომ რომ მისი ცნობიერება და მისი ავთენტური მე ასე ვთქვათ, ცნობიერებაშიც ამოვა. აღარ არის დევნილი და მოცილებული და დაფრაგმენტებული და ასე შემდეგ. ანუ ეს როდესაც ცნობიერებაში ამოდის, ადამიანის ცხოვრება უფრო ხდება სიცოცხლით სავსე. ის შეიგრძნობს სიცოცხლეს და კიტკივილი იქნება, მაინც იქნება, თუ ავთენტური იქნება ადამიანი. ტკივილს ვერაცდება აქ ცოცხალ სამყაროში, ვერც ერთი არსება, იმიტომ რომ თვითონ სამყაროა ასე მოწყობილი. ნახე რა მოფრინდა, ვაიმე, გაფრინდება ეხლა. რაღაცა ბზიკი მოფრინდა ამ წამს. აი რომელიცით ერთ დონეზე რო დაფრინავს, ესე რო დგას, გეგონება გაჩერებულიაო. მაგრამ ნუ კადრში სანამ შემოვიყვანდი, გაფრინდა. ხო. და ესე იგი ამისი გადალახვა ადამიანის ფსიქიკას შეუძლია, რასაც ეს ტკივილები წარმოადგენს, გარე სამყაროში მომავალი ტკივილები და აი ეს ტკივილები, რასაც ადამიანი თვითონ აყენებს საკუთარ თავს იმითი, რომ ცდილობს, რომ თვითონ კი არ იყოს, რაღაც ისეთი გახდეს, რაც მას მოეწონა, რასაც უნდა რომ მიბაძოს. ნახეთ როგორ კულტურაში ვართ, რაღაცნაირად უნდა მივბაძოთ, არ ვიცი ღმერთს, არ ვიცი ამას, იმას და თან გგონია რომ ეს არის გარეთ. და იმას უნდა მიბაძო, აი ვიღაცას უნდა მიბაძო და ისეთი რომ გახდები მაგარი ხარ რა, ძალიან კაია. რაღაცა მოდელები. ცოტა სადღაცა ეს მოდელები სწავლის პროცესს ასწრაფებს და რაღაც ასაკში გასაგებია რომ დედას და მამას თუ მიუბაძავ, მერე მასწავლებელს თუ მიუბაძავ და რაღაც ბევრ ამას ვისწავლი აქედან. იმიტომ რომ სხვის როლში ყოფნა, სხვისი ტყავის განცდა, აი ამ როლის თამაშის დროს ძალიან ბევრ ამას მასწავლის, მაგრამ თვითონ აქ Everyway-ის ბევრ ძალიან შეკრებაზეც ვიყენებ ამ ტექნიკას, 1000 გვარ როლში შევდივართ ხოლმე და ვთამაშობთ. მაგრამ აუცილებლად მე გამოსვლის რიტუალი მაქვს. დავფერთხავთ ხოლმე როლს და გამოვდივართ და ხვდებით საკუთარი თავი, რომ იმ როლში არ ჩარჩე. შეიძლება ძალიან სასიამოვნოც იყოს ის როლი, როდესაც არ გაგისინჯავს, მაგრამ ერთი და იგივე როლში გაჭედვა არის ძალიან მტკივნეული გამოცდილება და აი ამის გადალახვა უკვე ვინაიდან ეს არ არის წყაროს მიერი, ეს არის თავსმოხვეული გარედან. რაღაცა ხელოვნური შექმნილი შინაარსია ადამიანში. აი როგორც ქვარო ჩაყლაპო. მე შეიძლება კარტოფილი დავღეჭო, გადავყლაპო და ის შემერგება და რაღაცა ნაწილი ვიტამინები შეიწოვება ჩემს ხელში, რაღაც ნაწილი ფეკალური მასით გარეთ გამოიდევნება. ანუ ბუნებრივი პროცესი მიმდინარეობს რა, კარტოფილს რო ვჭამ და ვღეჭავ.
თუ ქვა გადავყლაპეთ, ქვას ვერ მოვინელებ, ის რაღაცნაირი დიდი მტკივნეული პროცესები წავა იქ, იმიტომ რომ ნახეთ, კარტოფილის მონელებაზე დიდი ენერგია იხარჯება. სასიცოცხლო ენერგია საერთოდ ჭამაზე ძალიან დიდი მიდის, ხო, ვიცით ეს. და ჩვენი ორგანიზმი, როგორ გითხრათ, ჩვენ ახლა ესე გვეჩვენება, იმიტომ რომ მაგას არ ვაკვირდებით, რომ შევჭამე რა იყო და იქ ძალიან დიდი პროცესები მიდის, იქ შეიძლება მიკრობი შეყვა, იქ შეიძლება რაღაცა შევიდა ისეთი, რასაც მონელება ჭირს, აბა ეს რაღაც როგორ გითხრათ, სხვადასხვა ჰორმონები და ისინი გამოიყოფა, სისხლში რაღაცა შაქარი აიწევა, დაიწევა, დიდი ამბებია ძალიან. რაღაცა ახალი შევიდა ორგანიზმში, რასთანაც ახლა ორგანიზმს უწევს, რომ გაუმკლავდეს, ამოიცნოს, მოინელოს, დაღეჭოს, სასიცოცხლო ძალა დახარჯოს, იქ გული ცემს უფრო სწრაფად. დიდი ამბებია ძალიან. ძალიან დიდი ამბებია. ეს შეგვიძლია შევადაროთ იმას, როდესაც ცხოვრება ადამიანს რაღაც გამოწვევას გადმოუგდებს რა, აი გამოწვევა მოვიდა ახალი. თუ არ გამისინჯია რაიმე საკვები, იქ შეიძლება პირველად რომ შევჭამ ალერგია იყოს, 1000 რამე შეიძლება მოხდეს, ნახეთ, მაგრამ გამკლავების მექანიზმები მე მაქვს ჯანმრთელ ორგანიზმს ავთენტურს გამაჩნია და უმკლავდები ვინელებ და ეს დაშე კარგია ჩემთვის, განვითარდი. რაც უფრო ახალი საჭმელი შემოვიდა და ეს გადავლახე და ისა მოვინელე, ვიტამინებით გავივსე, ნახე, იქ იმუნიტეტი ამეწია, იქ რაღაცა შევიძინე, ახალი სტრუქტურა შინაგანა და ასე შემდეგ. ეს ხო ვიცით, რომ ნაწლავებში რა ტრიალებს, ეს პირდაპირ ფსიქიკაზე აისახება, ანუ რამხელა ცვლილებას ვახდენიმით, რას ვჭამ. ამაზეც ჩავწერ მე ვიდეოს, იმიტომ რომ მე თვითონ ვაკვირდები ძალიან ამ პროცესებს და მგონია რომ რაღაცები შევნიშნე და სამომავლოდ მაგასაც გაგიზიარებთ, მაგრამ ეხლა წარმოიდგინეთ, თუ ავიღე და კენჭი გადავყლაპე ან ქვა გადავყლაპე, აი რა ორგანიზმმა უნდა მოინელოს ეს ხელოვნური რაღაცა სხეული, რომელიც ჩემ ორგანიზმში აღმოჩნდა, ხო? ეს ძალიან არ არის კარგი მოთხოვნა ჩემი სხეულის მიმართ. რომ აი მოდი ახლა შენ ისწავლე ქვების ჭამა, ესე ვეუბნები ფაქტიურად და არ ვარ ამისთვის შექმნილი, მე არ დავბადებულ ვარ ქვების მომნელებელ არსებად და საერთოდ ქვაში არ არის ის ნივთიერებები, რაც მე მჭირდება. და სამწუხაროდ, აი ესეთ ქვებს ბჭყალებში, რა თქმა უნდა, გვაჭმევს ჩვენ ცივილიზაცია. და ისეთ ქვებს გვაყლაპებს, რომ მე ერთი ქვა კი არ არის, შეიძლება 10-ია, 20-ია და ეჯახება ეს ქვა ერთმანეთს, იქ მუცლის ტკივილი მოვიდა, თავის ტკივილი მოვიდა, აქ უკვე აღწერ ფსიქიკურ სიმპტომებს. იმიტომ რაღაც ისეთი მივიღე და ისე მოვიწამლე. რისი გამკლავების მექანიზმიც არა მაქვს, არადა წეღან როგორც აღწერე, უდიდესი ტრაგედიის მონელების სისტემა მაქვს თანდაყოლილი, 1000 წლეულებზე გამოცდილი და განვითარებული და კიდევ ვითარდება. მაგრამ იმის მონელება არ შემიძლია და რა არის ასეთი, რისი მონელებაც არ შემიძლია. ეს არის, როდესაც ჩემშივე შიგნით სხვადასხვა მატრაუმირებელი გარემო პირობებიდან გამომდინარე მოხდა ჩახსნა ავთენტურ მესთან და მიმდინარეობს შინაგანი ძალადობა საკუთარ თავზე, რომ რაც დავიბადე ის კი არ ვიყო, კი არ მივიღო, კი არ მოვუსმინო, კი არ გამოვიყენო საყრდენად, კი არ განვავითარო, არამედ ის მოვიშორო, იმიტომ რომ ცუდია, ნახეთ, შეფასებულია როგორც ცუდი, სუსტი. უბედური, რაღაც უბადრუკი, ასეთი, ისეთი, რაღაც თავდასხმითი განწყობა მაქვს საკუთარი თავის მიმართ და გავხდე, არ ვიცი, აი პლაკატზე როა ვიღაცა კაცი ან ქალი ეგეთი, ჩემ წარმოსახვაში რო სუპერ გმირი მყავს წარმოდგენილი რაღაც სტერილური სოციალური წარმოსახვებით შექმნილი სუპერ გმირი, რომელიც რეალობასგან ძალიან შორს არის, თორე სუპერ გმირები რეალობაში არსებობენ, მაგრამ აჰა, ნაი რამდენი რაღაც ხდება, ნახეთ. სანამ პარკში ვარ, ახლა ვერტფრენმა გადაიფრინა. ესეთია ცხოვრება. ძალიან ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, ხო? გაუთვალისწინებელიც და გათვალისწინებულიც. ხო და აი ასეთ ძალადობრივ, ასე ვთქვათ, მდგომარეობაში რომ ვამყოფებ, ეს არ არის კარტოფილი, რომელსაც დაღეჭავს და მოინელებს, ეს არის ქვა. მე ჩემ თავს ქვა გადავაყლაპე ასეთ დროს და ვცდილობ ახლა, რომ როგორ არა, აი ნახე, პეტრემ მოინელა ქვა, პავლემ მოინელა, თან ეს ყველაფერი არის ტყუილი. ეს პეტრე და პავლე, ვინც ქვას ინელებენ ბრჭყალებში, ხო, მემაჩვენებენ, რომ ქვას ინელებენ. პირდაპირაც კი ამბობენ ხოლმე, იცით, ადამიანები, რომლებიც რაღაცა მიმდინარეობას ცდილობენ, რომ გაამართლონ და თქვან, რომ ეს არის უნივერსალური სახაზავი და გასაღები სამყაროსეული, ხო? ისინი ცდილობენ, რომ რაიმე ხალხმა არ დაინახოს, რომ ჩვენ კონფლიქტი გვაქვს. ჩვენ ხო ამით რეკლამას უკეთებთ ჩვენს მიმდინარეობას და გვინდა რომ მოვიზიდოთ ხალხი და ეხლა ამა თუ დაინახეს, რომ ჩვენ აქ კონფლიქტი გვაქვს, ესენი ხო წავლენ და
სიტყვია, რომ ჩვენ არ ვართ განვითარებულები და ესა და რეალობა რა არის ამ დროს, რომ ესეა. გააქვთ კონფლიქტი, იმიტომ რომ ის სახაზავი და ის ქვა, რომელიც გადაყლაპულია თუ ცდილობთ დაეზომოთ და ცდილობთ უნივერსალურ გასაღებად დასახოთ. ამასაც ვიტყვი რატო ხდება ეს. არ არის უნივერსალური. წუხვარ. მაგრამ ეს სურვილი ძალიან კარგად მესმის, რომ რაღაც უნივერსალური გასაღები არსებობდეს, იმიტომ რომ მაგ შემთხვევაში რაღაც სამყაროული ცოდნის განცდა აქვს ადამიანს და მწყნარდება, მშვიდდება, რომ ყველაფერი ვიცი. და ეს ვიცის განცდა არის გამოყენებული საყრდენად, არა და ფსევდოა ეს ვიცი და რაღაც მომენტში ღირს ვაღიაროთ, რომ მე ვიცი, რომ არაფერი ვიცი. სადღაცა ასეა. აი ახლა ერთის მხრივ ხო ესეა, რომ მე ვიცი, რომ არაფერი ვიცი. და მე ამაზე იციან ხოლმე გამოკიდება კიდე, რომ თუ არაფერი იცი, ეს ყველაფერი ილუზიაა და ეს ყველაფერი ტყუილია. ეს ყველაფერი ილუზია და ტყუილი იყოს, ქვას შევჭამდი და მოვინელებდი, იმიტომ რომ დავიჯერებდი, რომ მარწყვია. მაგრამ ის მარწყვი არ გახდება, ნახეთ, სადღაცა სამყარომ ჩვენ ძალიან ნათელი მესიჯები მოგვაწოდა რა არის. აი ქვა არის მოკიდებ ხელს, კარაქია მოკიდებ ხელს. ხეა დაადებ ესე ხელს და შეიგრძნობ, რომ ხეა, სიმყარეა ამაში, საყრდენია ეს. და ესეც თუ არ ვცდები არისტოტელეს სიტყვებია, რომ სიმართლე პრაქტიკაში აჩვენებს თავს. ანუ ეს რომ ხეა და მე რომ ხელს მივადებ და ვიგრძნობ, რომ ხე არის, პრაქტიკაა, ნახე, დავინახე, რომ ხეა. და ჩემი ფსიქიკა აქ საყრდენს გრძნობს. მაგრამ მე თუ ეხლა დავიწყე, რომ ეს იქნება ხე არ არის და იქნება რა ვიცი ბალიშია და მივედი და ვცდილობ ეხლა ძალიან მაქსიმალურად წარმოვიდგინე, რომ ბალიშია და ვცდილობ თავი დავდოზე და დავიძინო, ხო თავი მეტკინება. არ გახდება ეს ხე ბალიში. იმის გამო რომ მე ეს წარმოვიდგინე. სამაგეროდ ჩემს შინაგან სამყაროში კი ასეთი მცდელობები ძალიან მწვავედ აისახება და ძალიან მტკივნეულად განიცდება ჩემი შინაგანი ავთენტური მიერ. ჯერ სულ თავიდან დავიწყოთ და ის ვთქვათ, რომ ეს ლამაზი სურვილი, რომ საყრდენად გამოვიყენო მე რაღაცა სახაზავი, რომელიც გარეთ დავინახე და მომეწონა და მომხიბლა და რელიგიურად ვიტყვი ახლა. ხიბლის მდგომარეობა რა არის და მაია, ხო? მოვიხიბლე, მომეწონა. რაღაცნაირი ამ პარტავნებამ შემიპყრო, რომ მე ხო დავიბადე და ეს ჩემი დაბადება არ არის სრულყოფილი. დავიბადე თუ არა, არ ვიცი, ვიტირე, შემეშინდა. იქ ვიგძენი, რომ დამოკიდებული ვარ. შემცივდა, მომწყურდა, მომშივდა. ნახეთ, უსუსურება განვიცადე. სიკვდილის შიში განვიცადე და ეს ნაწილები ჩემში არ მომწონს. ხიბლს არ იწვევს ჩემში. ხიბლს იწვევს, რომ უკვდავი ვარ, დავფრინავ რაღაცა, უძლეველი ვარ, ესეთი ვარ, ისეთი ვარ. და ამ დროს რაცა ხარ და როგორიც ხარ, ტროაში რო ამბობს აქილევსი, ღმერთებს შურთ ადამიანის, იმიტომ რომ შენ ეხლა აქ დამჟამად ამ წამს როგორი ლამაზიც ხარ და როგორც ტირი ხარ და როგორც მეკონტაქტები და მეც როგორიც ვარ ეხლა აქ დამჟამად და როგორც გელაპარაკე მინდან კი ვინ მოვიდა. გამოჩნდა ხო? აი რა კაი ტიპი მოვიდა. აი ეს წამი მეგობრებო, რომ ეს ეხა ჩემთან ასე მოვიდა. ვაი, გაბრაზდა. ეს აღარ განმეორდება არასდროს ესეთი. ამაში არის არასრულყოფილი ძალიან დიდი ნაწილი და არის ძალიან დიდი სილამაზე ერთდროულად და მთელი სამყაროს ამბავიც ეგ არის, რომ შეცდომა და სისწორე, სილამაზე და სიმახინჯე, სისუსტე და ძალა, ეს ყველაფერი ერთად არის მოცემული. და ამის ესე განდევნა და მარტო ძალის დატოვება ან მარტო რაღაცის დატოვება არის ნევროტული სურვილი და ადამიანის ავთენტური მეს ჩახსნა. და იუნგი საუბრობდა ამაზე, რომ ზოგი ადამიანი ფანატიკურად ცდილობს, რომ მოიშოროს ის ნაწილები, ადამიანური და ჰუმანური, მოწყვლადი ნაწილები და სადღაც ხო ყველას გვესმის ეს, ვის გინდათ აბა რომ სუსტები იყოთ. ცნობიერად ვის უნდა ეს? მე მგონი არავის არ უნდა ეს ცნობიერად და აქაო და მე მოხიბლული ვარ იმით, რომ ვიღაცა ძლიერია და რას ვკარგავ ამ დროს? საკუთარ თავს, იმიტომ რომ ჩემი საკუთარი თავი ძალასთან ერთად არის სუსტი. და თუ მე მხოლოდ ძალა მინდა მივიღო, ვაწამებ მას და ვეცდები, რომ გახდეს მარტო ძლიერი. წამების ფორმაა. ხო და აქ იუნგი რას ამბობს, რომ სად მოდის ძალიან დიდი საფრთხე, რომ იმდენად ფანატიკურად ეცდება ზოგი ადამიანი ამის გაკეთებას, რომ შეერწყმის არქეტიპს.
არქეტიპი რა არის? აი ერთ-ერთი როლ მოდელი, რომელიც არსებობს სამყაროში და ამ არქეტიპს შეერწყმის, ხდება საოცრად ქარიზმატული ამ დროს, იმიტომ რომ არქეტიპზე რო შერწყმულია, ნახეთ, იმ ადამიანებს იზიდავს, ვისაც არ უნდა სისუსტე, არ უნდა მოწყვლადობა, არ უნდა სიკვდილი, არ უნდა ტკივილი, არ უნდა ის ნეგატიური ნაწილი საკუთარ თავში არ უნდა, დაფრაგმენტებული აქვს უკვე და ცდილობს მოიცილოს. და აქ ილუზიას ხედავს, რომ აი, ამან მოიცილა ესენი. აი, ეს არქეტიპი აქ ამოყოფს თავს, იმიტომ რომ არქეტიპი არის სტერილური არსება, ნახეთ, სუპერმენი არის სტერილური. ის მხოლოდ სუპერმენია და ამით მთავრდება მისი არსება, ხო? სუპერმენს არა აქვს მოწყვლადი ნაწილი, სუპერმენს არა აქვს სისუსტე და სუპერმენი არ ვარდება დეპრესიაში და არ ტირის, ხო? ერთი შეხედვით, თუ კარგი მარველია, პირიქით დაგვანახებენ, რომ სუპერმენს აქვს სუსტი მხარე და ზუსტად მან შეგვიყვარდება ის. მაგრამ, არქეტიპულ სამყაროში სუპერმენს ვისაც უნდა რომ მიემსგავსოს, იმიტომ არ უნდებათ ხოლმე მისთვის დამსგავსება, რომ ის სუსტია. სუპერმენზე მიმსგავსება ადამიანებს უნდებათ, იმიტომ რომ ის ძლიერია, უკიდეგანოდ ძლიერია და ნაკლი საერთოდ აღარა აქვს და აი სუპერმენი, ხო? და ვიღაცამ ძალიან დიდი ფანატიზმით და ძალიან დიდი, სულიერი ენერგიის დახარჯვით ამ არქეტიპზე მიმსგავსება მოახერხა, ხო? და ანდამატივით იზიდავს ახლა სხვა ხალხს, ვისაც იგივე სურვილი აქვს. არა და ეს სამყარო სტერილურია. აქ შესვლა ამ არქეტიპში ესე თავით გაჩხერა რას ნიშნავს, რომ კი, შენ შეიძლება გახდი სუპერმენი, მაგრამ ის პეტრე, პავლე, ივანე თუ ლელა თუ ნინო ვინც იყავი და ეგ სახელიც არ არის ის, რაც შენ აღწერს, ხო? ის დაკარგე. ანუ რა მომხდარა, საკუთარი თავი დაუკარგავს ადამიანს და იყოს რა არქეტიპი. აი ვის რაში ჭირდება ეს არქეტიპი, უკვე არსებობდა, საუკუნეები არსებობს არქეტიპი, ხო? და ის უნიკალური მე, რომელიც შენ ხარ და რომელიც დაიბადა და რომელიც აი აქილევსი, რასაც ბრისეის ეუბნება ტროაში, ხო, ფილმში, კარგი დიალოგია ძალიან, რომ ეს წამი არ განმეორდება. მე და შენ ახლა თან მომაკვდავი ტიპები ვართ, ანუ მოკვდინებადი და თან ლამაზები და ცოცხლები ვართ. ასეთი ახალგაზრდები არასდროს აღარ ვიქნებით. არც ასეთი მოწყვლადები ვიქნებით, არც ასეთი ძლიერები აღარ ვიქნებით. არასდროს ეს წამია, ეს ერთი წამია, რაც გვაქვს და ღმერთებს შურთ ჩვენი. ამას შენ ტაძრებში არ გასწავლიან, ასე ეუბნება ამ არაჩვეულებრივ ფილმში აქილევსი ბრისეის და ესეა. აი ეს მოწყვლადობაა ზუსტად. ეხლა მითხარით აი თუნდაც მან რო დააკვირდეთ. რომელი ღმერთი არის ადამიანთან ისე ახლოს, როგორც და მოდის ისე ახლოს და ვიბრირებს, როგორც აქილევსი და რა არის აქილევსის საიდუმლო, რომ მას აქვს ქუსლი. აქილევსის ქუსლი რო არ ყოფილიყო, აქილევსი არასდროს იქნებოდა ისეთი ცნობილი მეომარი, როგორიც არის. იმიტომ რომ ზუსტად ამ ქუსლში, ამ სისუსტეში არის მისი სიცოცხლე და ავთენტობა, ხო? ეხლა ამ გადასახედიდან მე საიდანაც ვსაუბრობ, ის არ არის არქეტიპი, თორე შეგვიძლია აქილევს შევხედოთ როგორც არქეტიპს და თუ ეხლა მე ვიც მისმენთ, გადაწყვეტით, რომ აქილევსი ვით იყოთ და ქუსლი გქონდეთ, ესეც ისეთივე მტანჯველი გადაწყვეტილება იქნება ავთენტური მესთვის, რომელიც ცდილობს, რომ დაიბადოს. ყველანაირად ეცდება. თუ ცნობიერი არ ამოუშვებს მას ზედაპირზე, იმ ნაკლოვანს, მოდი ესე ვთქვათ, იქ არის თუ ადამიანის გონების თვალი აქვს, ხო და შეფასება შეუძლია. მე შემიძლია ახლა გავიხედო და დავინახო სიმეტრია არის თუ არა წინ. და შემიძლია გითხრათ, რომ სიმეტრიაში ვხედავ სრულყოფილებას, ვხედავ უნაკლოებას, ხო? სიმეტრია ერთ-ერთი კაი აღწერაა, რასში ხედავს ადამიანი უნაკლოებას. სიმეტრია, რეჟიმი, წესრიგი და ასე შემდეგ და ამაში არ არის სრულყოფილება იმ გაგებით, რომ ცარიელია ეს არის სტერილური და ის ავთენტური მე ესეთი ვერ არის, არ არის ის ასეთი და თუ განეწყობი რომ მიიღო ის შენი თავის ის ნაწილი, რომელიც არ არის სრულყოფილი, არ არის სუფთა ბჭყალებში, მას აქვს ნაკლი, მას აქვს ტკივილის მიყენების სხვადასხვა იმპულსი, ხანდახან ვაყენებთ ჩვენ ერთმანეთს ტკივილს და ასე შემდეგ. არის რაღაცეები, რაც იქ არ მოგეწონება, მაგრამ თუ განეწყობი რომ მიიღო და უბრალოდ გაარკვიო რა ხდება, რის გამო გაჩნდა აქ ტკივილის მიყენების სურვილი. და ეს თავისთავადი რა თქმა უნდა არ არის, გარემოსთან ურთიერთქმედებით მოდის, ხო? ან საერთოდაც რა სურვილებია აქ, მზათვა რომ მოვისმინო და მზათვა რომ ეს არ დაემთხვეს იმ სახაზავს, რომელიც მე ასე ძალიან მომწონს და მიზიდავს და მსიამოვნებს რომ უყურებ და ხიბლავს თავისი სიმეტრიულობით, ხიბლავს თავისი სრულყოფილებით, ხო? და მიზიდავს ესე ანდამატივით თავის სრულყოფილებით და მზად ვარ რომ
აღარ დავაზომო ამას ის ჩემი მე და როგორიც არის, მაინტერესებს როგორია. რისი ეშინია, სად გრძნობს თავს დამცირებულად, როდის არის მოწყვლადი, სად არის მისი ქუსლი, სად არის მისი სისუსტე, სად არის მისი, არ ვიცი, ნაკლი, სად არის მისი, თქვათ, ასიმეტრია, სად არის მისი და აი ეს ნაწილი ნახეთ და ეს რო შემოვა ცნობიერებაში და გამთლიანდება ადამიანი და ეს პროცესია, არის ფიქრობთ, რომ ჰოპ და გამთლიანდა, ეს არ არსებობს. პროცესი აქეთკენ ან მიდის, ან აქედან მიდის პირიქით. ანუ ორი ვარიანტი, ან ადამიანი ცდილობს, რომ მოიცილოს, რაც შეიძლება სწრაფად ეს ყველაფერი და შეერწყას სრულყოფილების რაიმე არქეტიპს, რომელმაც ის მოხიბლა და ან ცდილობს, რომ დაიბრუნოს ეს ნაწილები. ორი პროცესია სულ. ორივე პროცესი ზრდის პროცესია, მინდა გითხრათ და ამით დავასრულებ. თუ ადამიანი თავზე ხელაღებით ეცდება, რომ მოიცილოს ეს ნაწილები და შეერწყას არქეტიპს, აქაც დადგება ზრდა, იმიტომ რომ ერთ დღესაც ვინაიდან ის გულწრფელება შედის ხოლმე სხვათა შორის არქეტიპში, საბედნიეროდ. ადამიანი, რომელიც ცდილობს სრულყოფილი გახდეს, იმასაც ცდილობს, რომ იყოს გულწრფელი, ეს არის მთელი გასაღები ამ ყველაფრის, გულწრფელობიდან გამომდინარე შემოტრიალდება და იტყვის. აი შევედი არქეტიპში, ამ სიტყვებით არა, მაგრამ ხო ხვდებით რას გულისხმობ. გავხდი ეს, არ ვიცი, ესეთი და ისეთი რაც მინდოდა და არაფერი ამაში არ არის, აზრს ვერ ვხედავ. ნახე, ჩიხში შევა. და გულწრფელება მას მისცემს რესურსს, რომ აღიქვას, რომ ეს ჩიხია. და რა გავაკეთო და აი აქ დაიწყება გამოფხიზლება და მეორე დაბადებისკენ სვლა. უკვე დაიწყება პროცესი, რომ ინტეგრირდეს ადამიანის ცნობიერმეში, ის არაცნობიერია ავთენტური ნაწილი, რომელიც სულ აქ იყო. ვერსად ვერ წავა. აი ამას ვუსურვებ ჩემ თავს ამ პროცესში ყოფნას, თქვენც გისურვებთ, ლამაზ დღეს გისურვებთ ასევე, სპონტანურს, თავისი ასიმეტრიული ნაწილით, თავისი სრულყოფილი ნაწილით და ამ ყველაფრის, როგორ გითხრათ, გაერთიანებას და ერთ ხაზზე დალაგების პროცესს, რომელშიც ცნობიერად ჩაბმა არის ძალიან კარგი. ხო, დღეს საღამოს ღია საუბრებია, ფსიქოლოგიური ექსპერიმენტები გრძელდება და გელოდებით დასწრება თავისუფალია, იწყება 8 საათზე, ირაკლი აბაშიძის 80-ში.